ახლა კი ჩვენი რუბრიკა Facebook ამბები. ვაგრძელებთ 8 მარტის თემას. ჩვენ Facebook გვერდზე დავწერეთ სტატუსი. სადაც ჩვენ Facebook გამომწერებს უნდა დაეკომენტარებინათ სარვამარტოდ რა ორიგინალური საჩუქარი მიუღიათ ან უჩუქებიათ სხვისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ამ სტატუსს და დღეს ამ კომენტარებიდან ყველაზე ორიგინალურებს შემოგთავაზებთ. დავიწყოთ. სოფი წერს რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს 8 მარტს გველის გამოცვლილი ტყავი მაჩუქეს. ალბათ იმისთვის ღირებული იყო უკან მოუხედავად გავიქეცი. მოკლედ რა არის ქალი რა, სხვისი ნაცვამი რო არ უყვარს. მოდი შემდეგი კომენტარი ვნახოთ. ზოია ლაგვილავა წერს ჩემმა საქონელმა ქმარმა დაბადების დღეზე სასწორი მაჩვენა. ამის მერე კახეთში სეტყვა რო იყო, ავკრიფე, ყუთში ჩავდევი და მის დასაწვავ დაბადების დღეზე გავხსენი და თავზე დავაყარე. აი ხედავთ, მთავარია ასეთი სიყვარული იყოს ოჯახში, თორე ამათვის სულ ერთი აღარ 8 მარტი თუ დაბადების დღე, სეტყვა თუ კოხი, რა ვიცი. აბა ვნახოთ კიდევ რა ორიგინალური საჩუქრები უჩუქებიათ ქალბატონებისთვის სარვამარტოდ. წითელი ჩაკუჭი. ბამბის ტყაპუჭი. დურბინი, სემიჩკა, ზურგის საფხანი, ლეჟანკა ოღონდ გასაშლელი არა. ცხვარი და ოციანი. აი, ლაშას სარვამარტოდ უჩუქებია ჩუსტნახევარი. ანუ პაზლი უჩუქებია რა. შემდეგ 8 მარტს მეორე ჩუსტნახევარს აჩუქებს და ეგ არის აწყობს მერე და ეკნება 3 ჩუსტი. აქედან ერთი სუახალი იქნება. თამთა ჩაჩანიძე წერს ამ წელს ღამის შოუში მომილოცე და იმ წელს გეტყვი რა ორიგინალური საჩუქარი მიმიღიაო. აი, რა ოხერია ეს რა, თამთა. ოხერი თამთა. აუცილებლად მოგილოცა, ოღონდ მანამდე ერთი კიდევ კომენტარი უნდა წავიკითხო აუცილებლად. ხო, მეორე, აი, აქ მაქვს. კობა გოგიბერიძე წერს ისეთი მშვენიერი დღეა ამ მუსიკის ფონზე მივულოცე ყველას. მოდი ჩავდოთ ეს მუსიკა და ვნახოთ რა მუსიკის ფონზე მიულოცა ესეთი მშვენიერ დღეს. თამთა ოხერო სულით და გულით გილოცავ 8 მარტს. აქვე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ Facebook გამომწერებს ასეთი აქტიურობისთვის და ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი Facebook გვერდი, აუცილებლად გამოიწერეთ და თქვენ გექნებათ შანსი მოხვდეთ ჩვენს რუბრიკაში Facebook ამბები.